მოგესალმებით. ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ იმართება საპროტესტო აქცია. და როგორც მას მოუდება, ისე გააკეთოს და შეუშვას ყველა ვიც მას მოუდება უმაღლეს საბჭოში. ნულას უკაცრავად მეგობრებო, ახალგაზრდები ვძავათ ერთად და ჩვენ არ დავიშლებით. ყველგან შევუქმნით დისკომფორტს მას. მაჩი მექვავით. რომ გითხრათ, რომელი ორგანიზაცია იმოქმედე ორგანიზაცია, მაგრამ იმოქმედე ორგანიზაციის გარდა არის აქ სხვა ახალგაზრდები, სხვადასხვა პარტიული შეხედულებების, მაგრამ ჩვენ ყველას ერთი იდეოლოგია გვაკავშირებს ამ წუთას და ყველა ვდგავართ ერთი საქმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება გაუშვათ სახლში. გამარჯობათ, რომ გითხრათ, რას აპროტესტებთ დღეს აქ, რატომ მოხვედით აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობას დღევანდელი მოცემული. დაუშვებელი და მიუღებელია ქართული ახალგაზრდებისთვის და ზოგადად მოაზროვნე ხალხისთვის მსგავსი საქციე. ერთპარტიული რაღაცა ასე ვთქვათ, შაუბნელი შეკრება. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ამას გავაპროტესტებთ ყოველთვის. თქვენი სახელი და გვარი? მამუკა ჯევაიში. შეგახსენებთ, ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ იმართება საპროტესტო აქცია. ახალგაზრდები არიან მოსულები ტრანსპარენტებით, სადაც წერია, რომ არჩევნები გაყალბებულია. ასევე წერია ხმების ქურდები. ახალგაზრდები აპროტესტებენ 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნების შედეგად მიღებულ შედეგებს და თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს არიან მოსული აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ და ამბობენ, რომ მუდმივად შეუქმნიან პრობლემებს ხელისუფლებას და ხელისუფლება მშვიდად ვერ მართავს. დღევანდელ აქციას მართავს ახალგაზრდული მოძრაობა იმოქმედე, რომელიც სულ რამდენიმე კვირაა რაც დაფუძნდა. ხო, გკითხავ. ახალგაზრდებმა ერთგვარი ჯაჭვი გააკეთეს, შემოავლეს აჭარის უმაღლეს საბჭოს. შეგახსენებთ, რომ ხვალ 21 ნოემბერს საქართველოში იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში უნდა გამოვლინდეს იმ მაჟორიტარების ვინაობა, რომლებმაც ვერ გადალახეს პირველ ტურში ვერ მიიღეს მანდატები. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით ოპოზიცია ხვალინდელ არჩევნებში არ მონაწილეობს. არჩევნებში, ასე ვთქვათ, კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენზე ისევ ყველა კანდიდატის სახელი და გვარი იქნება, თუმცა პარტია, რომელიც ოფიციალურად რჩება არჩევნებში, არის ქართული ოცნება.
საკმაოდ გრძელი ჯაჭვია. უმაღლესი საბჭოს თელს პერიმეტრზე არის ეს ცოცხალი ჯაჭვი, გარშემორტყმული. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ხართ ბათუმელობის ლაივში, რომ გვითხრათ დღეს რატომ შეიკრიბეთ აქ და რას აპროტესტებთ? იმიტომ შევიკრიბეთ, რასაც უხებს სრულიად საქართველოს, ჩემი აზრით ნამდვილად მოაზროვნე ადამიანებს, არჩევნები გაგვიყალბეს და ვიცავთ ჩვენს გაყალბებულ ხმებს. თქვენი სახელი და გვარი? ლევან გორგილაძე. თქვენ ხართ დამფუძნებელი ხომ იმოქმედის? ერთ-ერთი. რას აპირებს თქვენი ორგანიზაცია? რამდენად ხშირად გამართავთ აქციებს? ან სამომავლო გეგმები რა არის? ანუ ბრძოლის წინ უნარიანობა ნამდვილად არ გვაკლია. ასე რომ ვთქვათ, მივეჩვიეთ უკვე ქუჩის ცხოვრებას, სახლში რომ მივდივართ თავს უცხო გარემოში ვგრძნო და არ ვაპირებთ რომ დავთმოთ რა, ბოლომდე შევაწუხებთ იმას, ვისაც საჭიროა. მადლობა. უმაღლესი საბჭოს თელს პერიმეტრზე ასევე მობილიზებული არიან პოლიციელები. ახლა შევეცდებით გაჩვენოთ რა ხდება მეორე მხარეს. საიდანაც ცოცხალი ჯაჭვი იწყება. ჯაჭვის დასაწყისი თქვენ უკვე ნახეთ. აი აქ მთავრდება უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელი არის. აქციის მონაწილეებს აქვთ დაკავებული და ისინი აპროტესტებენ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. რას აპირებთ, ხარ შეგიძლიათ მითხრათ? სად? ერასთან. მთავრობის სახლთან მიდიხართ უწყვეტი ჯაჭვით? როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, უწყვეტი ჯაჭვით აპირებენ მთავრობის სახლთან გადასვლას. მთავრობის სახლი იცით, არის ის ტერიტორია, სადაც მეორე კვირა პერმანენტული აქციები იმართება.
შეგახსენებთ თქვენ თვალს აადევნებთ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციას. ახალგაზრდები მართავენ საპროტესტო აქციას. აქცია დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან და ახლა მიდიან აჭარის მთავრობის სახლთან. ნახოთ მასშტაბი აქციის. მე რა გავაკეთო ვარი?
როგორც უკვე მიხვდით, აქციამ, რომელიც დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ, გადაინაცვლა აჭარის მთავრობის შენობასთან. ახალგაზრდები მოვიდნენ, ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული, ისე გამოიარეს რამდენიმე ქუჩა და შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლის წინ. მეორე კვირა აჭარის მთავრობის სახლთან იმართება საპროტესტო აქცია. ეხლა დაგათვალიერებინებ ტერიტორიას, რა ხდება აქ.